გამარჯობა მეგობრებო, ყველას გვინახავს გარკვეული კალკულატორები, აპლიკაციის ფორმები და ასე შემდეგ, სადაც სხვადასხვა ველებში მონაცემების შეყვანა ხდება, არა ხელით ჩაწერით, არამედ აი ასეთი ღილაკების გამოყენებით, რომელსაც თუ კი დავაწვევით ემატება გარკვეული სიდიდე, ან გაბმულად თუ კი დავაწვევით ავტომატურად იზრდება. და მე დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ იგივე ასეთი ინსტრუმენტი Excel-შიც. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ developer menu, გადავიდეთ developer menu-ზე, ჩამოვშალოთ insert ფანჯარა და ავირჩიოთ აი ეს გამოსახულება spin button, რომელიც ნიშნავს სწორედ ამ ღილაკს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მონაცემების სიდიდე შევცვალოთ. დავხაზე მე ამის პირველის მსგავსი ფორმის ესეთი ღილაკი, რა თქმა უნდა, მისი ზომა შეგვიძლია ავირჩიოთ. აი, მზად გვაქვს ღილაკი, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ღილაკი ჯერ არ მუშაობს. იმისთვის, რომ ღილაკებმა იმუშაონ, ჩვენ გვჭირდება გარკვეული უჯრა, სადაც გამოისახება შესაბამისი შედეგი. ამისთვის მაუსი უნდა მივიტანოთ ღილაკთან, დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ავირჩიოთ Format Control. აქ გამოდის ფანჯარა, სადაც ჩვენ უნდა შევარჩიოთ ჯერ ერთი ის უჯრა, სადაც გვინდა გამოისახოს შედეგები, Cell Link ველში დავდგებით და ავირჩიოთ მაგალითად F8 უჯრას, მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა, რაც უნდა გამოისახოს ღილაკებზე დაჭერის შედეგად და ასევე უნდა ავირჩიოთ რა იქნება ინკრემენტული ცვლილება, ანუ თითო დაჭერით რამდენი ერთეული მოემატება ან გამოაკლდება მაჩვენებელს. იყოს ამ შემთხვევაში 1 მონიშნული, მინიმუმი არის 0, ხოლო მაქსიმუმი 30000. დავაჭიროთ OK-ს და ჩვენ უკვე თუ კი დავაწვევით ღილაკებს, მონაცემებით შეიცვლება და ასე ამაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ სხვადასხვა ცხრილი, დიაგრამა და ასე შემდეგ და ასე ინტერაქტიულად, დინამიკურად ვცვალოთ უჯრაში არსებული რიცხვი. გმადლობთ ყურადღებისთვის, გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მე კი წარმატებას გისურვებთ და გემშვიდობებით.